მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი ვარ. თქვენთან ერთად ვიქნები დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. გვიყურეთ, გვისმინეთ ტალღაზე FM 105.1. ობიექტივი არის ის მედია საშუალება, საიდანაც ისმის სიმართლე და სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ. პრაქტიკულად ეს არის ერთადერთი ინტერაქტიული ტელერადიო მაუწყებლობა საქართველოში, სადაც მთელი დღის მანძილზე ჟღერს ჩვენი მოქალაქეების ხმა და თქვენი მოსაზრებები ისმის. ეხლა მინდა დღევანდელი გადაცემა დავუთმოთ, სხვადასხვა საკითხები შემოვა როგორც ყოველთვის, მაგრამ პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც, სოციალურიც, მაგრამ მაინც ყურადღება მინდა დავუთმო უცბად გამდიდრებული, აი ამ ბოლო წლების განმავლობაში გამდიდრებული ახალი ფეოდალების თემას. ჩანს ობიექტივის პირდაპირ ეთერიდანაც, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალზე დაწუხებს ეს პრობლემა. იცით რაშია საქმე? ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ვთქვათ ხელისუფლების ახალჩინოსნები მიირთმევენ რაღაცას და ძირითადად ბიუჯეტის ხრვაზე არის საუბარი და ხალხიც კარგად ცხოვრობს. ეს არის ქვეყანა, სადაც არის უზარმაზარი ზღვარი ახლად გამდიდრებულ ახალ ფეოდალებსა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შორის. კითხვა ისმის ხოლმე, აბაო რესტორნები სავსე როა, ამდენი მანქანები დადის ქალაქში, ესე იგი კარგად ცხოვრობს ხალხიო და ეს უმრავლესობა არ არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვინც რესტორანში დადის, ვინც ძვირადღირებული მანქანებით სარგებლობს და რამდენიმე მანქანა ყავს ოჯახში. ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს კარგად. ჯერ ერთი ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა ნახეთ? მაინც რაღაცნაირად გარკვეულ ფენებს, ძირითადად მის მოკავშირე ფენებს, შეუქმნა კეთილდღეობის სასათბურე პირობები, ზოგი სიპებში დაასაქმა, ზოგი აიპებში დაასაქმა, რა შორს მივდივართ სოფლებში, სადაც 2-3 კაცი ცხოვრობს, 50 კაცი გაფორმებულია დამსუფთავებლად, საფლავების მომვლელად, არ ვიცი, სხვადასხვა თანამდებობებზე თუ სხვადასხვა არარსებულ სამსახურებში. ეს ხდება იმიტომ, რომ შემდეგ უკვე მთელი ეს მოსახლეობა იყოს რაღაცნაირად მიბმული მართლ პარტიაზე და როცა ამ მართლ პარტიას დაჭირდება, მე ეს მანიპულირებისთვის იყოს გამოყენებული ეს ყველაფერი, ეს ბერკეტი. რომ აი თუ ჩემთან არ იქნები და მე არ დამიჭერ მხარს, ან სოციალურ შემწეობას გაგიუქმებ, ან ის საფლავების დამლაგებელი ვერ იქნები და ან სოფლის კიდე ფოსტალიონი. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ ასევე ქართული ოცნების, ხელისუფლების უშუალო ინიციატივით და მფარველობით ქვეყანა მოიცვა კოლ-ცენტრებმა. და ეხლა ნახეთ, როგორ პოლიტიკას აწარმოებენ. ერთის მხრივ თითქოს აი ამ კოლ-ცენტრებს ებრძვიან და რაღაცა გამოძიებები მიდის და მხილების პროცესი. და მეორეს მხრივ ყველა კოლ-ცენტრი, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და უმრავლესობა სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მფარველობის ქვეშ მოქმედებდა და მოქმედებს. თქვენ მოგეხსენებათ ამ კოლ-ცენტრების შინაარსი, რაში მდგომარეობს, რომ ძირითადად ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ სრულყოფილად რამდენიმე ენას, იზიდავენ სამუშაოდ, არის შეფარული ესეთი ფასადი, თითქოს არის ან სამშენებლო კომპანია, ან დეველოპერული სხვადასხვა კომპანიები და ამ დროს აი ამ შეფერილობის უკან არის კოლ-ცენტრი, მთელი სისტემა, რომლითაც იძარცვებიან, ანუ ძარცვავენ ჩვენი ახალგაზრდები უცხო ქვეყნის პენსიონერებს. აი ხა ნახეთ, დააკვირდით. ხელისუფლება
ასეთ კრიმინალურ კორუფციულ რაღაცა ტრაგედიაა რაც ხდება ესა სქემას რომ ფარველობს ამ ახალგაზრდების ბედს რომ მე შევხედოთ პერსპექტივაში რა თაობა გვეზრდება რა თაობის ფორმირებას უწყობთ ჩვენ ხელს პრაქტიკულად ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მფარველობის ქვეშ ამ კოლცენტრებში ზრდიან აფერისტებს თაღლითობაში მოტყუებაში დახვეწილ გამობრძმედილ ახალგაზრდებს და ფიქრობთ კი იმაზე ხვალდაზე ეს ახალგაზრდობა ხელისუფლებას რომ ჩაიბარებს და აი ამათ მერე სხვების მერე რომ მოვა ხელისუფლებაში რა ტიპის ქვეყანაში და სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ჩვენ სადაც ასეთი გაწურთნილი უკვე აფერისტად ჩამოყალიბებული თაობა ჩაიბარებს ხელში ქართულ სახელმწიფოს და კიდევ ერთხელ ვამბობ ყოველთვის მინდა დააკვირდეთ როგორ მოქმედებს ქართული ოცნება რაღაცა ისეთი ნიღაბი აქვს რომ ებრძვის ამას კოლცენტრებს თურმე რაღაცა ფაქტები გამოავლინა თვითონვე ხსნის მერე თვითონვე ხურავს და თავიდან ხსნის სხვა ადგილებში და ეს ხდება ამ ქვეყანაში წლების მანძილზე და იმიტომ არის მანქანები ქუჩაში რასაც თქვენ ხედავთ იმიტომ არის ეს ხალხი დადის მერე რესტორნებში და ეს ხალხი არის რომელიც რაღაცა თანხას ფლობს ეხლა უფრო წინ წავიდეთ დღეს ერთ-ერთმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები სახელმწიფო ჩინოვნიკებმა რა სახსრები მიითვისეს ეს პირდაპირი შესყიდვების გზით სახელმწიფო შესყიდვები ტენდერები და ასე შემდეგ ბოლო 10 წლის განმავლობაში მოდი ძარს მოусმინოთ და განვაგრძობ საუბარს გამარჯობათ გამარჯობათ ხელმძღვანელო ისაუბრეთ ხომ ხარდამჭირია ხალხო ძალიან გულიქია რასაც ლაპარაკობთ ეს სიმართლეა უბრალოდ Cetes raioși se stări pe școală, de ea. Nu știu pe ce trebuie să te raioși. რა ხდება? Ai, გაფორმებული ხარ, სამასლავე სკოლა არის. გაფორმებული ხარ და სამასლავე შუხდია. დასულტაების იმაში, მაგის იმაში და აი ეს რაღაცა. გასაგები. მადლობ ძარისთვის, დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გადამოწმებული გვაქვს ეს ყველაფერი და ვლაპარაკობთ იმაზე, ფაქტებით ვლაპარაკობთ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს არ არის თითიდან გამოწოვილი თემა. სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა ბერკეტებით ქართული ოცნება ინარჩუნებს ხელისუფლებას და მათი მთავარი მიზანი არის ამ ძალაუფლების გამტკიცება. აი ამ გზაზე მიყავთ რაღაც პოლიტიკური პროცესი, თითოეულ პოლიტიკურ პროცესს ეძახიან და ამაზე მე გუშინდელ გადაცემაში ვისაუბრე, როგორ წმენდნენ პოლიტიკურ ველს და თითქოს უნდათ რომ რაღაცა დემოკრატიული პროცესი ჩამოაყალიბონ ქვეყანაში და ამასობაში ლაპარაკობენ ამაზე, რომ თითქოს რაღაც აჯანსაღებენ პოლიტიკურ პროცესს და ერთადერთი მიზანი აქვს, რომ მხოლოდ მათ მიერ მართული პარტიები შემოიყვანონ პოლიტიკურ ველზე, ყველა განსხვავებულად მოაზროვნე, განდევნონ და დარჩნენ ესეთ პოლიტიკურ იდილიაში თვითონ აგერ ფრიდონინჯიაშვილის პარტია თითიდან გამოწოვილი რაღაც არარსებული არარაობა პარტია საერთოდ კიდევ სხვა პარტიები და ესენი თურმე არ არიან რადიკალები, კარგი პარტიები არიან და ის რადიკალებში მარტო ის არ მოიაზრება ეხა მე სულ არ ვლაპარაკობ იმ ფლანგის ლიბერალური მიშას ფლანგის პარტიებზე ამ შემთხვევაში ნებისმიერ პარტიას რომლის პოლიტიკაც, სოფხედველობაც, პოზიციაც ამათ არ მოეწონებათ, მიაკერებენ იარლიხს, რომ ეს არის რადიკალი.
და დამთავრდა ნებისმიერ მომენტში ასევე შეიტანენ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში და გააუქმებენ, აკრძალავენ, ვინ არის ამათი დამაბრკოლებელი, რა არის დამაბრკოლებელი ფაქტორი ამათთვის, არაფერი. ზარი კიდევ ერთი. გამარჯობათ. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრი პრობლემა, რომელიც ახლა არის, ქუჩაში გასვლით უნდა კონკრეტულად პირველად ქუჩაში გასვლა უნდა დაიწყოს პენსიის მომატებად. მოსახლეობაც გამოვა და პენსიონერებიც გამოვლენ. იმიტომ რომ ეს 150 ლარი მაინც უნდა ემატოს პენსიას. კი ბატონო. გეთანხმებით მე ამაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეხლა ჩვენ საუბრობთ რამდენიმე მიმართულებაზე ერთად, ნახეთ, პოლიტიკურ მიმართულებაზე რა პროცესები მიყავთ იქით, სოციალურ მდგომარეობაზე და წეგან გითხარით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები დღეს და აი შოკის მომგვრელი დაითვალეს კონკრეტული ფაქტები გამოიკვლიეს და მათი რაც მათ შეძლეს და რაც გამოიკვლიეს სახელმწიფო შესყიდვების გზით ბოლო 10 წლის განმავლობაში 5 მილიარდზეა ლაპარაკი, ნახეთ. 5 მილიარდი არის ბოლო 10 წელიწადში ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა რა თანხაც მიიღეს. სხვადასხვა გზებით ტენდერები, სახელმწიფო შესყიდვები და უამრავი რამ. 5 მილიარდი 10 წელიწადში და მე არის კონკრეტული დეპუტატების, ქართული ოცნების დეპუტატების და მათთან დაკავშირებული კომპანიების მონაცემები, ვინ რამდენი სახელმწიფო შესყიდვებიდან მიიღო. საოცრება არის, რაც აი რა თანხებზეც მიდის ლაპარაკი, არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი ეს თითეული ჩვენი მოქალაქისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი დამსახურებული პედაგოგები, ექიმები, თაობები რომ აღზარდეს. ექიმები, უამრავი პაციენტი რომ გადაარჩინეს სიკვდილს. და აი ასეთი ხალხი 20-45 ლარი უნდა დაუმატონ თურმე პენსიაზე და ეს დიდი წყალობა არის მათი მხრიდან და მილიარდებზე მიდის ლაპარაკი. მილიონები არ არის ესა, მილიარდი 10 წელიწადში 5 მილიარდი. და მერე წარმოიდგინეთ შემომწირველები, ქართული ოცნების პარტიას ხო ხავს შემომწირველები, აი შემომწირველები რა ტენდერებს იგებენ. ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებია და მე იმ მოგებული ტენდერებიდან ქართული ოცნების პარტიას წირავენ კონკრეტულ თანხებს და ნახეთ 1 მილიარდ 28 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020-24 წლის არჩევნების პერიოდში და 7 მილიონზე მეტი, 7.700.000 ლარი მერე პარტიაში შეიტანეს. აი ასეთ სახელმწიფოზეა ლაპარაკი ახლა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ახალი ფეოდალებისთვის ყველაფერი არის დაშვებული. მე ეს ახალი ფეოდალები გამოიხედავენ, ვიღაც არ მოეწონებათ, იმაზე საქმეებს აღძრავენ, იმაზე დაიწყებენ ძიებას და თვითონ რა ნაკლები შემოსავალი აქვთ, ნაკლები ბიზნესები. გადავხედოთ ერთი ამ პარლამენტს რამდენი მილიონერი ზის იქ და რამდენს აქვს ბიზნესი და რამდენი არ ასახავს დეკლარაციაში იმ ბიზნესებიდან შემოსავალს. პრაქტიკულად არავინ. და ეს სტანდარტი დაწესდა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. სტანდარტი, როდესაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, გახდა პრემიერი და დარჩა ბიზნესმენად, მერე ბიზნესმენები შემოვიდნენ უკვე ხელისუფლების პირველ პირებად და ისევ დარჩათ ეს თავისი ბიზნესები, ვინც არ იყო ბიზნესში და მოვიდა ხელისუფლებაში, შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლისას ბიზნესმენი გახდა და ერთი ჩვენ ყოფილვართ დებილები რა, ასე გამოდის.
ვინც პარლამენტშიც ვიყავით და ვერ გავხდით მილიონერები, მანამდე მიშას ვებრძოდით და გავღატაკდით საერთოდ, იმის მერე კიდე ქართული ოცნების 13 წელი ჯოჯოხეთი გავიარეთ არანაკლები და ასე ბატონო, გვიბრძოლია მე ილია ჩაჩიბაიას ობიექტივის მთელ კოლექტივს წინააღმდეგობის მოძრაობას იმისათვის რომ ქართული ოცნების ახალმა ფეოდალებმა კარგად იცხოვრონ. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გამარჯობა ქალბატონო მაგენაცალო. გამარჯობათ. მთელი გულითა და სულით ყოთ პენსიონერები. რომ ამათ გამდიდრებას და ფულის მას მოხვეჭა ზღარი რომ არა აქვს, ხედავთ შტერები და დებილები არა ვართ, რომ პენსიონერებს ჯერეთი გვაარჩევენ, მერე გვეუბნებიან შენამდენი შემივდენი და 20 ლარს გიგდებენ 70 წელს დაბლავს პენსიონერებს. რახან ჩვენ არაფრად მივაჩნიოთ და მარტო ჩვენ პენსიონერების ხმა უნდა და მოსახლეობა უნდა საზარდაზმე ხორცად ღმერთმა მშვიდობა გამოიმეტოს ამ ქვეყანაზე ომი რო იყოს და მაგათი აცილები არ თვითონ არავინ არ უნდა წავიდე მარტო ჩამისთვის უნდა იყვნენ და კარგი ცხოვრებისთვის. ამიტომ დავიძახეთ ქალბატონო ირმა სულ გამოვა აი მე არ შემიძლია მაგრამ აი იმაზე ჩესზე დავდგები რომ ის ხალხი მილის გამოვა. რატომ არ უნდა გქონდეს ჩვენ პენსიონერებს ღირსეული პენსია? ვეკითხები თავობას. რატომ მე არა მაყოფილება რომ ჩემმა თავობამ მეცა და პენსიონერები შეგვინახონ? ამიტომ გამოვალ. მარტო ესენი რომ მე გაიძახიან. შეიძლება უთხრათ რომ უნდა დაგვიმატოთ ჯერ 500 ლარი რა ვიღიცად გახადეს 70 წელზე მოხდა. 70 წელს შემოც მე რომელიც 350 ლარი მაქვს იგი ნახევარი ბანკს მიაქვს 20 ლარი რატო უნდა გადმომიგდოს მე ჩემმა თავობამ. მე ღირსეული პენსია რატო არ მქონდეს და თან კიდევ პენსიონერი რომ დაკიდან იღებს და ეს რუბეთი ბანკი რომ გასვას იმიტომ არ აღგებენ ნორმალურ პენსიას რომ ესე იგი მივიდეს და ბანკს მიადგეს გაჭირების მიზნით. ამიტომ ძალიან ხო გამოვა ყველა გამოვა იმიტომ რომ რო ხატავე რომ თუნდე გაჭირება არ არის დაინახავე რამდენი როგორია გაჭირებული ხალხი და რამდენია. მადლობა მოსმენისთვის. მადლობთ, დიდი მადლობა ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვენ ცხოვრობთ ფატონყმობა დაამყარეს რა, ფეოდალურ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკურ ნაწილშიც ასეა ერთპარტიული დიქტატურა. ერთპარტიული აბა რა არის, ვინც მინდა იქნება, ვინც არ მინდა არ იქნება. და თვითონ განსაზღვრავს რა ვინ უნდა იყოს და ვინ არ უნდა იყოს და აი ამ პარტიების აკრძალვაზე ერთი რამე მინდა კიდევ თქვა ძალიან საყურადღებო. ნეტა ერთი ვინ შექმნა გირჩი, აი როგორც პოლიტიკური პარტია ასეთი ვინ შექმნა, ხო? ქართულმა ოცნებამ მე ხوار შემიქნია ნარკოპარტიები ქართულ ოცნებას ჭირდებოდა იმისათვის რომ მე აი ეს კანაფის სამედიცინო ვითომ წარმოებისთვის პროექტი რო ქონდათ მე მაშინ პარლამენტში ვიყავი აი ეს გაეტანათ რამენაირად და ამას მხარდაჭერა ქონოდა და შექმნეს ამისთვის პარტია გირჩი რომ აი ამ ნარკოპოლიტიკისთვის რაღაცნაირად პროპაგანდა გაეწიათ ამისთვის. მე ეს პარტია გაიხლიჩა, ის ერთი ნაწილი მიუღებელი იყო ქართული ოცნების, ის უნდა აკრძალოს თურმე და მეორე ნაწილი რომელიც მისაღებია და საჭირო ამისთვის არა ის როგორ აკრძალავს, ის უნდა დატოვოს იყოს, იმიტომ რომ აი ამ მარიხუანას კანონპროექტ დაინახეთ თქვენ და დღევანდელი ჩემი ეს გამოსვლა დაიმახსოვრეთ, კიდე დააბრუნებენ უკან. ეს ის ხალხია ქართული ოცნების ნაციონალური ოცნების უბრალოდ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ, რომელიც ერთის მხრივ ვითომ კოლ-ცენტრებს ებრძვის და გააფერისტა თაობები, მეორეს მხრივ ვითომ ნარკომანიას ებრძვის და მთელი ქვეყანა მოცულია ამ ბიო მომაკვდინებელ ნარკოტიკს. ზარი ჩვენს ეთერში კიდევ ერთი. გამარჯობათ ქალბატონო ირმა. გამარჯობათ. ამ ნაცხოვრი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი მინდა შემოგთავაზოთ. ბრძანეთ. რამდენად მე ხარჯთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ მე მგონი ეფექტური იქნება. აი ბროშურის სახით თუ გადმოვცემთ იმას, როცა ლიბერალები იყვნენ, რა კანონები მიიღეს და იმ კანონებმა რა შედეგი, რა უარყოფითი შედეგები გამოიწვია ქვეყანაში,
და ეხლა ვითომ კონსერვატორები რო გახდნენ, რა ჩადიან და რა საკეთებენ, როგორ ყიდიან ქვეყანას. აი ესეთი პატარა ბროჩკა რო გამოიწეს და ხალხი რო გავრცელდეს. ის ლაპარაკობს ასე, მაგრამ წერილობით მაინც უცხანაირი ეფექტია ამის გაკეთება. შენიერი აზრია. კარგი აზრია, დიდი მადლობა ამ აზრის მოწოდებისთვის. მადლობთ. ბრძოლა მოგვიწევს მეგობრებო. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი სიმართლე გითხრათ, რომ აი 2003-12 წლების იმ ძიმე ბრძოლების მერე კიდევ 12 წლიდან, რა ვიცი, დღევანდელ დღემდე აი ესეთი შფოთვარე, დაულაგებელი, ძალიან არეული და აგრესიულია ფონი და ვერ წარმოვიდგენდი მე რომ კიდე მოგვიწევდა იმაზე ლაპარაკი რომ რაღაცა უზურპაცია ხდება ხელისუფლების რა და ხდება ეს ყველაფერი და ეს ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემების პირდაპირ კავშირშია ამასთან. ეხლა მე გადავალ ერთ თემაზე ქართული ოცნების, ნაციონალური ოცნების უпростоრად დეპუტატები როგორ მოიხვეჭენ ამ სახელმწიფო ტენდერებს და მილიონებს. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გამარჯობათ ქალბატონო ირმა. გამარჯობათ. ქალბატონმა კარგად თქვა, მაგრამ რო გამოვაქვეყნოთ, როგორ კანონებს ღებულობდნენ და რაღაც, მაგრამ ამასთან ერთად თუ იქნება ის რომ რა ისინი თანამდებობები ეკავათ თითოეულს მისეს როლს. დიახ. ნაცისტებთან. კი ბატონო. ჩვენ ეს ქოცნაცური კი არა, ნაცისტურ-ქოცური ოცნება. კი. ქალბატონო ირმა, დღეს რაც გამოქვეყნდა ჩემი აზრით, ეს არის თვალების ახვევა. მე ცოტა ადრე ვთქვი თქვენთან, ვინც უნდათ ციხეში მოაფარეს და საწყალ იმას პატას მისცეს გზა ვითომ და დასაჭერად გაუხადეს საქმე. მოაწყვილეს, გააბრიყოს, მაგრამ მაგათ ეხლა მე როგორც ხედავ დღევანდელი გამოცემულით გადაარჩინეს თავიანთი სატელიტი პარტიები. ის ხოშტარია თუ იქ გირჩი და ისინი ყველანი გადაარჩინეს უკვე. არანაირი აქ გერეთი გარეჯი როგორ არ განიხილეს. ქვეყნის ჩაბარება როგორ არ განიხილეს. თუ კი კომისია იყო, გარეჯი არავის აღარ წება. რატო არ გამახვილეს ყურადღება გარეჯზე კომისია თუ იყო, ეს ჩვენი არ იყო და არ უნდა იყდეს. მარტო სანთელი დავიჭიროთ ხელში. საბატონო ირმა, ეს არის საშინელი ტყუილი და რაც შეეხება პენსიონერებს, მე მართლა არ შემიძლია გამოსვლა თორე წინ ვიქნებოდი. იმიტომ რომ ამის გამოცდილება მაქვს. მაგრამ თუ ხელშეკრულებითი მოგროვდება, პირველი მოვაწერ ხელს, რომ ესეც ჩადოთ და შევიტანოთ ერთი პარლამენტში რა პასუხს გავცემენ. მთელი ქვეყანა რო არეულია, არცაც წესრიგი რო არა, არცაც ისფერო მოწესრიგებული რო არა. და ასე ურევენ ხელს მღრიეთ კალში თევზი ადვილად იჭირება და მილიონდები მოუყვება ამ მღრიეთ წლებს მაგათთვის. მადლობთ. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ როგორ დიდრდებიან ახალი ფეოდალები, ქართული ოცნების ჩინოვნიკები და სხვადასხვა მათთან დაახლოებული კომპანიები ბოლო წლების განმავლობაში და აგერ არის ერთ-ერთი ქართული ოცნების დეპუტატი აჭარიდან გიორგი ჭყონია, რომლის კომპანიებმაც 2011-25 წლებში სახელმწიფო შესყიდვების გზით 392 ლარი არის. წარმოგიდგენიათ, 392 მილიონი ლარი. 30 მილიონი ლარი აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე ქართული ოცნების დეპუტატი არის აჭარიდან, ჯერ ნაციონალურ მოძრაობაში იყო და მერე ქართულ ოცნებაში, ჩემ პერიოდშიც იყო პარლამენტში თუ არ ვცდები, ანზორ ბოლქვაძის კომპანიებმა. და ლევან ჩაჩუა
ანგარიშებს აქვეყნებს ობიექტივი და სოციალური მედია, რომ ლევან ჩაჩვას, რომელიც ძიმე მდგომარეობაშია, ძალიან დამძიმებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, 1 ლარი და 2 ლარი ჩაურიცხონ ადამიანებმა. და დღეს ვლაპარაკობთ ჩვენ იმაზე, რომ აი ეს მებრძოლი ხალხი იმ რეჟიმს რო არ ეგუებოდა, აი ლევან ჩაჩვასნაირი ხალხი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმთან იყო დაპირისპირებული, სააკაშვილის საშინელი ციხე გამოიარა, უდანაშაულო წლები გაატარა იმ ციხეში, იქ შეერყა ჯანმრთელობა, გამოვიდა კიდე არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საკითხი, რომელზეც არ აფიქსირებდა თავის პოზიციას, არ იბრძოდა, არ იღწოდა ეს კაცი და შეერყა ჯანმრთელობა. ანგარიშები უნდა გამოაქვეყნოს ობიექტივმა, რომ რაღაცა დავეხმაროთ. და ეს ვიღაცა არსაიდან მოსული ხალხი ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს იღებს. არსაიდან კი არა, დიდი ნაწილი ნაციონალური მოძრაობიდან მოსული. ახლა ეს ანზორ ბოლქვაძე საიდან არის აბა მოსული? და მარადმწვანე დეპუტატი არის. ჯერ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, ახლა ქართული ოცნების დეპუტატია და კიდე ბიუჯეტიდან ამისმა კომპანიებმა 30 მილიონი უნდა მიიღონ თურმე სახელმწიფო შესყიდვებიდან. აბა ერთი თქვენ მიდით ნებისმიერი თქვენგანი თუ რაიმეს მიაღწევთ ან ერთლარად რომ შეიძინოთ ქონება პირდაპირ მიყიდვის წესით, აი ეს ტენდერები მოიგოთ, რაღაცა ქონებას დაეპატრონოთ. თქვენთვის არაფერი არ არის, ჩვენაირებისთვის არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ამათთვის ჩვენაირი ხალხი არის ყმა და მონა. ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. ამ სისტემაზე და ვაი ბიჭებო მართლა რა. ოქროს ბიჭებო, ლევან ჩაჩვასნაირებო, ვინც იმ რეჟიმს ებრძოდით და ვინც თქვენი ჯანმრთელობა შეწირეთ იმ ბრძოლას. დღეს რო ასეთი დაუფასებლები ხართ, აი ესეთი უსინდისო ხელისუფლების ხელში რო ხართ, თორე ერთი ფონდი მაინც არ უნდა იყოს, სახელმწიფო ფონდი, რომელიც აი ამ თქვენაირ ხალხს დაეხმარებოდა, მაგრამ თითო რა ჩაიდონ მერე ჯიბეებში. ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ, გისმენთ. გამარჯობათ. ალო, ისმენთ. ისაუბრეთ, გისმენთ. ცუდად ისმის, ბოდიშს ვიხდი რა, ცუდად ისმის, თავიდან უნდა დაგვიკავშირდეთ. შეწუხდება ტელემაყურებელი. ლევან ჩაჩვას რო ვახსენებ, ტყილა არ ვახსენებ. ეხა ობიექტივის ეთერიდან ვსაუბრობ, მე ეს მებრძოლი ტელევიზია. და რომ არა ეს ტელევიზია, ამ ტელევიზიის ჟურნალისტების თავდადება და სიცოცხლე რომ გაწირეს. ამ ტელეარხის დამფუძნებლებმა, ჟურნალისტებმა, მთელმა დიდმა უზარმაზარმა კოლექტივმა, აი რო არა ეს თავდადება. ნამდვილად ვერ იქნებოდნენ ხელისუფლებაში, აი ესენი, ვისაც დღეს ესე დაუმსახურებლად ჩაგდებული აქვს ხელში ეს ხელისუფლება. იმიტომ რომ მათი, აი დღევანდელი კატეგორია მაინც რო ავიღოთ, ამათი დიდი ნაწილი ხა კობახიძე სოროსის ფონდში იყო, ილია ჩაჩივაია მეგის ქარდავებთან და რა ვიცი, ახალაიებთან იყო ზუგდიდში დაპირისპირებული. ეს პარლამენტის თავმჯდომარე სადღაც გერმანულ პროექტში არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. ყველა ასე, გივი მიქანაძე განათლების მინისტრი ადეიშვილის მოადგილე იყო და აი ამ ხალხის ხელში არის დღეს ხელისუფლება და ესენი ლაპარაკობენ, რომ თურმე ისინი უნდა აკრძალონ ნაციონალური მოძრაობა, აკრძალეთ ჯანდაბა იმ ნაციონალურ მოძრაობას. ამას რა უყოთ თქვენ თვითონ რომ ნაციონალური მოძრაობა ხართ, ეხა ნაციონალური ოცნება. და რა აკრძალვაზე ლაპარაკობენ ესენი, თავის აკრძალვით უნდა დაიწყონ. აი ამ ბოლქვაძეების და ამისნაირების აკრძალვით დაიწყეთ მაშინ. ზარი კიდევ ერთი. გისმენთ, ისაუბრეთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ახლა ეს კოცმოძრაობა რომ ნახევარი მეტი სულ ნაციონალები არიან, ეს ვიცით. გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ამდენი წელი რატომ მოუძენ ამ ნაციონალების გასამართლებას?
მეორე კიდე თავიდანვე რომ მოვიდა ბიძინა და იძახდა რომ ამას ვიდავ იმას ვიდავ და ბანკების პროცენტებით რომ დაამბევრიო და რაღაცაო სად არის მაგისი დაპირებები საერთოდ და მეორე კიდე რომ იძახდა 1 ლარი პენსიიდან მიშა ჯიბეში მიდისო დღეს სად არის 1 ლარი ვიზიბეში მადლობთ დიდი მადლობა ობიექტივზე ვლაპარაკობდი წეგან მებრძოლი ტელევიზია თქო და აი ამათ რო გადავხედავ ეხა და ამათ ბიოგრაფიებს და მე ამ ბიოგრაფიების ფონზე რო ყველა გაფენილი იყო ეს ქართული ოცნების მინისტრები თუ დეპუტატები ნაციონალურ მოძრაობაში და მე რო გადავხედავ ობიექტივის ბრძოლას თავდადებას და იმას რომ ეს ხალხი რა ვიცი მილიონებს არ ჯერდება და 392 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მარტო ერთ დეპუტატზე აგერ ამის კომპანიებზე ვინმე გიორგი ჭყონია არც გაგიგიათ მე ვიცნობ კი ამ კაცს მაგრამ თქვენ არც გაგიგიათ არც არაფერი არ იცით ამის შესახებ და წარმოიდგინეთ თქვენ რომ როგორი სისტემა აქვს დაწყობილი აგებინებენ ტენდერს აძლევენ სახელმწიფო შესყიდვებს მთელი ამბავი და მერე მართლ პარტიას უნდა შეწირონ მილიონები აი ამაზე მეტი პოლიტიკური კორუფცია რაღა გინდათ ერთი გამაგებინეთ ზარი ჩვენს ეთერში კიდევ ერთი და ამ წლების განმავლობაში მთელი ამ წლების განმავლობაში რაც ობიექტივი მაუწყებლობს ერთი რეკლამა არ შემოუტანიათ ობიექტივის ეთერში აი ამ ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში გადამხტარდა უცბად გამდიდრებულ ფეოდალებს გისმენთ ქალბატონო ისაუბრეთ ისაუბრეთ ჩემო ძვირფასო გამარჯობათ ქალბატონო გამარჯობათ მინდა ცოტა გადაუხვიოთ თქვენ საუბარს და რაღაცა მინდა გკითხოთ მე მაინტერესებს ძალიან მე ვიცნობ დედა თქვენს თუ შეიძლება 5 წუთი მადროვეთ დედა თქვენი გაიზარდა ქვიშხეთში ხაშურის რაიონი ქვიშხეთში ირმა გენაცვალე მე ვარ 85 წლის ქალი ძალიან მაინტერესებს აი ახლა სურათები მიდევს და უყურებს ჩვენ სურათებს გადაღებულს ქვიშხეთში რო იშენებდა მინდა დედა თქვენის ტელეფონი რომ პირადად დაველაპარაკო რა იქნება რა მოხდება დაგირეკავთ ქალბატონო ეთერის მერე და ჩაგაწერინებთ დედა ჩემის ნომერს კი ბატონო ისვენებდნენ ქვიშხეთში რა ვიცი რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში და მეც მაქვს ეს ფოტოები ნანახი და აუცილებლად დაგაკავშირებთ დედას დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის მოკლედ რა საიდან სად გადახტება კაცი რომელი თემიდან რომელ თემაზე ესეთი მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ქართველები ესეთი ხალხი ვართ საინტერესო ხალხი არა მარტივი ხალხი ესეც ვთქვათ იმიტომ რომ ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული აი ხა უამრავ პრობლემაზე ვლაპარაკობთ ჩვენ და დიდ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისას აქვს ხოლმე სურვილი რომ ვიაქტიუროთ გამოვიდეთ რაღაცა შევიკრიბოთ აუცილებლად შევიკრიბებით მაგრამ როდესაც დადგება ეს მომენტი რომ მოგიხმობთ რომ შევიკრიბოთ და ძალიან მალე გამოვაცხადებთ ჩვენ აი მოქმედების გეგმას რას ვაპირებთ ჩვენ მხოლოდ ხას უსვამ შვიდობიანი არარადიკალური მაგრამ უკომპრომისო და შეურიგებელი მეთოდებით ვიმოქმედებთ ჩვენ მაშინ აუცილებლად უნდა გამობრძანდეთ აი უნდა გამოხვიდეთ სახლებიდან იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა ყოფილა როდესაც აქტიურობა იგივე არჩევნების მერე ხდება ხოლმე ესე მაგრამ უკვე გარეთ უნდა
ვაჩვენოთ რამდენი ვართ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრნი ვიყოთ პენსიების თემაზეც, საბანკო პროცენტის თემაზეც. იმის წინააღმდეგ რომ ხდება ფორმირება ესეთი გაღატაკებული საზოგადოების, რომელიც მონათაყავს ამ ახალ ფეოდალებს აღქმული და ესეთი გამდიდრება. აი ამ ყველაფრის, ამ უსამართლობის, პოლიტიკური უსამართლობის, ეკონომიკური უსამართლობის, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ყველას მოგვიწევს შეკრება და ძალების გაერთიანება. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გამარჯობათ ქალბატონო ირმა. გამარჯობათ. აუცილებლად უნდა შეკრება, აუცილებლად. ორი რამ მინდა გითხრათ. პირველი ის რომ თქვენ მონები ახსენეთ და კი აბსოლუტურად მონები ვართ, მაგრამ იცით როგორი მონები? ნაყიდი მონები. აი რო ძულთ, რომ იმათი სიცოცხლე რო არ აინტერესებს ბატონყმურწყობას და მოკვდება თუ გადარჩება თუ 108 წლის ქვეყნის წინაშე რო არ აინტერესებს, თორე თავის მონას ხუბ წყდებიან, არა? აი იმ ფეოდალურ სამყაროში და მონათლობელურში დამება ენა რა დღეში ვართ ხალხნო, მართლა ნაყიდი მონები ვართ უკვე. და მეორე საკითხი ქალბატონო ირმა, რო არა თქვენ მე ამას ვამბობ მთელი პასუხისგებლობით. აი არ ვიცი, ყველას გასაგონად პირველად ვამბობ ამას. რო არა თქვენი მოძრაობა და ათოსი და ნუ ბიჭების და ყველასი. ალბათ ჩემი ნათესავი დღეს არ იქნებოდა ცოცხალი. ერთი ნათესავი გადაყვა ნერვიულობას, გადაყვა სახსალამათი ჯანმრთელი კაცი იმას თუ რამე მოკლავდა. და ისო ლეღვივით გაგვცხნეს და ნუ ყოფა გვიტირეს და დაგვაქციეს. ეს ხო ამბავია, მაგრამ აი თქვენ რომ ამბობთ გამოსვლასთან დაკავშირებით, აუცილებელი კი არა, გარდაუვალია უკვე. იმიტომ რომ ისიც არ ყოფნიდათ, ესე იგი რომ არა ეს თქვენი ბრძოლა მართლა ფასდაუდებელი. ამას ვამბობ, ისე მე ვიხარო ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ხალხი ჩემს ირგვლივ დაავადდა მაშინ, ეხლა თავად რომ არიან. ამიტომ მე ადამიანებს მიმართავ, რომ არ ვიცი, თქვენ უნდა თქვათ სიტყვა და ადამიანები გამოვლენ, გამოვალთ. და ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ შეუძლებელია ასე. დიდი მადლობა, მადლობთ თანადგომისთვის. უნდა დავაფასოთ იცით ერთმანეთი და დავაფასოთ ერთმანეთის დამსახურება იქნება ღვაწლი, ხა ძალიან ისე ნათქვამია. მე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ისე ვიცხოვრო, რომ დავაფასო სხვა ადამიანების დამსახურება, მახარებს ის, რომ აი რაღაცა სასიკეთო წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ვცდილობ ეს ყოველთვის აღვნიშნო. როცა იმ კაც გაუჭირდება, იმასაც ვცდილობ, რომ გვერდში დაუდგე, წამოდგომაში დავეხმარო. ფეხი კი არ დაუდო, ორმოში კი არ ჩავაგდო. დავეხმარო, ხელი მივაშველო და წამოვაყენო და აი დღევანდელი ეს კობახიძის დაჯგუფება, ეს ის ხალხია, რომელიც არავითარ სიკეთეს, არავის დამსახურებას არ აფასებს და ამათთვის სულ ერთია. ირმა ინაშვილიც, ლევან ჩაჩუ, ყველა სულ ერთია. ვის რა უბრძოლია, ვის რა გადაუტანია. თითო რო სოროსის ფონდის თბილ ოთახებში იყვნენ მოკალათებულები, მაშინ ჩვენ ხელებაწეული ვიყავით დატაკებული იმ ბოროტ რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა. და ეხლა ეს ხალხი არავის და არაფერს არ აფასებს. და ეს დაუფასებლობა, როგორც სტანდარტი, ისე არის ამ ქვეყანაში დამკვიდრებული, რაც ძალიან ძიმე შედეგების მომტანი იქნება. ჩვენი შვილების თაობა რას ხედავს? აი, რას ხედავს ჩემი შვილების თაობა? მოდით ახლა მე ძალიან გულწრფელად, არ ვიცი ტელევიზიით ამაზე უნდა ვლაპარაკობდე თუ არა, მაგრამ მოდით მეც გულწრფელად გეტყვით რა. ახალი თაობა რა მაგალითს ხედავს, რომ ვიბრძოლეთ ჩვენ,
რომ ახსენდება ხოლმე აი გაყინული ხელებით ქუჩაში პლაკატებს ხატავდით ობიექტივი ჟურნალისტები, რომ მე ეს პლაკატები ხელში აგვეწია და გავსულიყავით და საპროტესტო აქცია ჩაგვეტარებინა და დათო თარხანმოურავი იყო ის კაცი, რომელიც ამ ჟურნალისტებს კრებდა, აერთიანებდა, ძალას გვაძლევდა, გეს გვაძლევდა, გვეხმარებოდა, იმიტომ რომ ამ ორგანიზებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ხო, რომ დაქსაქსული არ ყოფილიყავით და მთელი კლასი ჟურნალისტებისა მაშინ რაღაცნაირად ობიექტივში გაერთიანდა. და აი ეს ყველაფერი რო გავიარეთ, ესეთი ბრძოლები იმის მერეც ეხლა არაფერი არ გაუწირავთ, სიცოცხლე ნამდვილად არ გაუწირავთ იმ დეპუტატებს, ვინც ეხა ნაციონალური ოცნების დეპუტატებზე ვლაპარაკობ პარლამენტში რო სხედან და მილიონებს ეთამაშებიან და ჩვენ სიცოცხლე გავწირეთ, როცა ვამხილეთ პატიმრების წამების კადრები, გიორგი ლომიამ გაწირა სიცოცხლე, დათო თარხანმოურავმა, ჩვენმა გუნდმა და დავეხმარეთ იმ პატიმრებსაც, ამ ქვეყანასაც დავეხმარეთ და ქართული ოცნება მობრძანდა ხელისუფლებაში. მე არ მოვსულ ვარ, ქართული ოცნება მობრძანდა ხელისუფლებაში და იმის მაგივრად რომ რაღაცნაირად ვაფასებდეთ ერთმანეთს, მხარს მივცეთ, ხაფანგების დაგების მეტი მე არაფერი მინახავს ამათგან მთელი ამ წლების განმავლობაში და სულ იმის სიმცდელობა რომ რაღაცნაირად ორმოში ჩავე. ჩვენ გვებრძოდენ ესენი ნაციონალურ მოძრაობას კი არ ებრძოდენ, ის საფრთხობელად ჭირდებოდათ და არ ჭირდებოდათ იმათ ოპოზიცია, რომელსაც ვერავინ ვერ ეტყოდა, რომ აი ვინმე გიწამებია ირმაინაშვილო და მოგიკლავს და ვიღაცას ქონება წაართვი და ვიღაცა გააუბედურე და აი ეგენი ჭირდებოდათ და აცოცხლეს ბოლომდე და ეხლა აღარ ჭირდებათ საფრთხობელად და უკვე უნდა აკრძალონ და თავში ქვაუხლიათ. უბრალოდ აქ საუბარი იმაზეა, რომ მარტო იმას კი არ აკრძალავენ, ეს ის ხალხია, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარ დედას აკრძალავენ და მამას ბოლოს და ეს ის ხალხია, რომელიც არაფერზე უკან არ დაიხევს და თქვენ მინდა ტელემაყურებლები, რომლებიც ისმენთ ამ გადაცემას, ძალიან კარგად დააკვირდეთ ამ ყველაფერს. საშიში და სახიფათო არის გელი, რომელსაც ცხვრის ქურქი აქვს წამოსხმული და ესე ლამაზ-ლამაზი ეროვნული ლოზუნგებით და პატრიოტული ლოზუნგებით ხელში იგდებს ამ ქვეყანას და ჩვენ თვალები და გონება იმისთვის გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დავინახოთ და ეს ჩვენი საბრალო ქვეყანა რაღაცნაირად ვიხსნათ ახალი ფეოდალებისაგ. ჩვენ იმიტომ არ გვიბრძოლია, ჩემ თაობას იმიტომ არ ვბრძოლია, რომ ახალმა ფეოდალებმა საქართველოს ესე ხელში ჩაიგდონ და მერე არაბებზე და პაკისტანელებზე და ინდუსებზე გაანიაონ და ეს ხდება დღეს. ზარი კიდევ ერთი. ირვან, გისმენთ? გამარჯობა, მოგეუბნები. არაფერი არ შეგვიძლია. მე ადრესი გასწავლიყო ისრაელა. ხოდა უმერია ხარჩალა სახში გელაპა მაიავა თიგან ხოდა მამაც ემათან დაუგება რვაწე შავარდი და ოდა წელია ნაცეკლებს თავად სულოდ სუთხენ ხარ განვიჩი ტელევიზია მადლობთ, იწურება ჩვენი საეთერო დრო, ბოდიში მინდა მოგიხადოთ თან ცოტა ცუდად ისმის და არ მინდა რომ თქვენ შეგაწუხოთ და ტელემაყურებელიც კარგად ვერ იგებს რაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ბრძოლა მოგვიწევს. აი ეს სისტემა, რა სისტემაც დღეს არის ფეოდალური სისტემა, სადაც ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან, სადაც ერთნი არიან პოლიტიკური ველის პატრონები და აქაც ფეოდალიზმია, ეს სისტემა უნდა შეიცვალოს.
ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს ხალხი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. და ვინ მოვაო მერეო, ვინ მოვაო, აიო, აბა ვინო რო იციან ხოლმე. მეგობრებო, იცით რამდენი კარგი ადამიანია საქართველოში და იცით რამდენი პროფესიონალია, რომელიც სახლში ზის და არ არის რეალიზებული, იმიტომ რომ პატრონი არ აყავს, რომ სამსახური დაეწყო. ყველა ასეთი ადამიანი იქნება მოზიდული, ყველა ამ ადამიანს შემოვიკრებთ და ეს ხალხი, წესიერი, პატიოსანი ხალხი მოვა ხელისუფლებაში და რო გადახედოთ ამ ნაციონალური ოცნების წარმომადგენლებს, ესენი თუ მართავენ ვერ გავიგე, ჩვენ ვერ მართავთ ამ ქვეყანას. ამიტომ ეს შეკითხვა რომ ვინ უნდა მოვიდეს მარტო ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე, ნაციონალური ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. თქვენაირები მოვლენ, თქვენი შვილების ნაირები მოვლენ. ის ხალხი მოვა, რომელიც დღეს სახლში ზის და ვერაფერს აკეთებს და არც ცოდნა აკლია, არც პატიოსნება აკლია და არც წესიერება და ღმერთმა უქნას, რომ ასეთი ხალხი არ გყავდეს. მრავლად გყავს და სწორედ ასეთი ხალხი უნდა მართავდეს ქვეყანას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.